ქართულ ოცნებაში მერის არჩევნების მეორე ტურზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროვოკაციებს ელოდებიან. განცხადება კოალიციის შტაბში უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა გააკეთა. დავით ბაციკაძემ აღნიშნა, რომ 15 ივნისის არჩევნებზე დაშვებული შეცდომების გამო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები კოალიციაში შემავალმა პარტიებმა შეცვალეს, თუმცა კონკურენტ პარტიას მათთვის არ მიუბაძავს. მან ნაციონალურ მოძრაობას მესამე სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებისაკენ მოუწოდა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ გაფრთხილებები თუ დისციპლინარული სასჯელი პარტიის კომისიის წევრებმა, მხოლოდ კოალიციის მიერ დანიშნული კომისიის თავმჯდომარეების არაკომპეტენტურობის შედეგები იყო, რის გამოც უბნების 60-დან 80%-მდე ბალანსი შეუსებელი დარჩა. ამის გათვალისწინებით მათ კადრების გამოცვლა მიზანშეუწონლად მიაჩნიათ. ყოველგვარი არეულობის გამოწვევის მცდელობას კი ნაციონალურ მოძრაობაში კატეგორიულად უარყოფენ. ნაციონალურ მოძრაობა არ გამოცვალა. ეს უბნებია 30 არაცით, რომლებიც გადაითვალა 30 მე-4 76 და 36-ოვანი. ამასთან ერთად 61 უბანში იყო ყველაზე სერიოზული დარღვევა, რომელიც იყო ნაციონალურ მოძრაობამ. ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მძიმე სასჯელი ჰქონდა დაკისრებული ამ საარჩევნო პერიოდში, ის ადამიანი ისე წარადგინა. ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ნაციონალურ მოძრაობა ეცდება არჩევნების დღეს სერიოზული პრობლემების შექმნას ამ უბნებზე. მოუწოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ნაციონალურ მოძრაობას, რომ სასწრაფოდ გაიწვიონ ის კომისიის წევრები, რომლებიც ყავთ წარდგენილი ამ უბნებზე. კოალიციაში შემავალ პარტიებს, მათ შორის რესპუბლიკელებს, ქართულ ოცნებას, კონსერვატორებსაც კი ყავთ დანიშნული ზუსტად ისეთივე ადამიანები, როგორც ჩვენ დავნიშნეთ. ანუ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს შენიშვნა და დაჯარიმდნენ, ესე რომ ვთქვათ, და ამის მიუხედავად ისინი კოალიცია ქართული ოცნებას შემავალმა სუბიექტებმა წარადგინეს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ძირითადად ამ უბნებში შენიშვნები მიიღო არა ჩვენი პარტიის მიერ დანიშნულმა წევრებმა, მიიღეს მხოლოდ იმის გამო, რომ მთელ კომისიას გამოიცხადა საყვედურები, იმიტომ რომ მთელმა კომისიამ იმუშავა ცუდად. და ცუდად მუშაობა პირველ რიგში იყო ბუნებრივია იმის ბრძოლო, მათ ყავდათ ძალიან სუსტი კადრები შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის.